მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. ბოლო ერთი წელია ხშირად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ ევროპულ ურთიერთობებში საკმაოდ მძიმე პერიოდი დგას და ეს, რა თქმა უნდა, ხშირად აისახება სხვადასხვა ტიპის განცხადებებში, რომელიც ორივე მხრიდან კეთდება და ბუნებრივია აქ ჩვენ იმედის გამოითქმის ხშირად ორივე მხარის მხრიდან, რომ ეს პროცესები მალე დასრულდება, თუმცა ამ პროცესების დასრულების სხვადასხვა ხედვა ჩანს ორივე მხარის მხრიდან, გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებას და ოფიციალურ ბრიუსელს. ორივე მხარეს ერთმანეთთან აქვთ პრეტენზიები, ეს პრეტენზიები ბრიუსელის მხრიდან ჯერ გამოიხატებოდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელდა, საქართველოს ხელისუფლება კი იმ სხვა პრეტენზიებთან ერთად, მათ შორის ერთ-ერთ მთავარს განიხილავს იმას, რომ ბრიუსელი და ოფიციალური ევროპული ქვეყნების ნაწილი უხეშად ერევა შიდა ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და მხარს ღიად უჭერს ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობებს და ოპოზიციას. და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია სხვადასხვა ტიპის არგუმენტები არსებობს, როგორც საექსპერტო აკადემიურ წრეებში, ისე მოქალაქეებში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, თავად ევროპაში უკრაინის დაწყებული ომის შემდეგ ძალიან ხშირია ეგზისტენციალურ საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირებები, ასეთი მრავალია, რადგან ევროპაც როგორც ასეთი მრავალწახნაგოვანია და ხშირად ისმის პრეტენზიები, როგორც კონკრეტულად მოცემულ ევროპულ ქვეყნებში, ისე პირდაპირ ასე ვთქვათ ცენტრალური მმართველობის მიმართ, ევროკავშირის მიმართ, კონკრეტულად ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან, იგივე გერმანიაში, სადაც მატულობს ალტერნატივა გერმანიისთვის რეიტინგი, ყოველ თვე ახალ გამოკითხვებში ეს რეიტინგი უფრო და უფრო მომატებულია და ხშირად ისმის კითხვები, მათ შორის დაისვა კითხვები გერმანიის ელჩის მიმართ საქართველოში, პიტერ ფიშერის მიმართ და ეს კითხვები საკმაოდ მწვავე იყო, რის შემდეგაც ელჩის გაწვევა მოხდა. ეს და სხვა მრავალი საკითხები და მათ შორის უკრაინის ომი და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, ეს ყველაფერი ერთ კომპლექსურ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას ქმნის მსოფლიოში და ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის ესეთი პატარა ქვეყნების, როგორც საქართველო, ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე და საერთაშორისო პროცესებზე, რომელიც ხდება დღეს მსოფლიოში, თუმცა ამასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად ცდილობენ როგორც სუვერენიტეტის გაძლიერებას, ასევე ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას და სხვადასხვა ტიპის ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, რადგან როგორც თავად აცხადებენ 2028 წლისთვის საქართველოს სრულად შეესაბამებოდეს ყველა იმ იურიდიულ თუ ეკონომიკურ სტანდარტს, რომელიც ზოგადად დაწესებულია ევროკავშირში, ამაზე არაერთხელ გაკეთებულა განცხადება. და ის პოლიტიკური დაპირისპირებები ახმულია როგორც კონკრეტულ ევროპის მმართველ ჯგუფებთან არსებული, ასე ვთქვათ, გაუგებრობა და გაურკვევლობა, რომლის აღმოფხრის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება და ახლებურად დაწყება. ყველა ამ საკითხზე და კიდევ რამდენიმეზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმარ პოლიტეკონომისტ რევაზ კარანაძესთან ერთად. მოგესალმებით რევაზ, როგორ გრძანდებით? მადლობა სტუმრობისათვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. ცოტა გამიგრძელდა სიტყვის თქმა, თუმცა შევეცადე შევხებოდი ყველა იმ თემას, რომელზეც დღეს მინდა რომ ვისაუბროთ და პირველი ჯერ შიდა, ასე ვთქვათ, შიდა ქართული პოლიტიკის საკითხი მოვიხილოთ. თქვენ, მათ შორის თქვენ სოციალურ ქსელში ზოგადად ყველას მიმართ გამოირჩევით კრიტიკით სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, იგივე ხელისუფლებასთან, მისი სოციალური პოლიტიკის ნაწილში გაქვთ ხშირად კრიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში, თუმცა გარდა ამისა, ამ საკითხებთან ერთად პოლიტიკური კრიტიკა უფრო ხშირად ოპოზიციის მიმართ ისმის, უფრო ხშირად ხას უსვამ ამას. აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს თქვენი შეხედულება ამ ერთი წლის განმავლობაში სადამდე მივიდა ქართული პოლიტიკური სიტუაცია, გინდა ხელისუფლების მხრიდან, გინდა ოპოზიციის მხრიდან და რა სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ან გავიდეს ეს პროცესი. დიდი მადლობა, საკმაოდ კომპლექსური თემები არის მართლა გითხრათ. და რაც ეხება თქვენს შეკითხვას, მე ხშირ შემთხვევაში გამოვირჩევი კრიტიკული დამოკიდებულებით ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ბოლო 34 წელია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, არის ანტისოციალური და ხშირ შემთხვევაში არის გათვლილი მხოლოდ პრივატიზებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე მაქსიმალურის. ოღონდ ეს ინვესტიციები როგორ წავიდეს და რაში დაიხარჯოს, ამაზე არ არის საუბარი, არ არის საუბარი წარმოების განვითარებაზე, როგორ შეიძლება ეს განვითარდეს. და ხშირ შემთხვევაში ოპოზიციას და მთავრობას შორის ახლა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში ამ მიმართულებით არის თანხმობა. მათ შორის ძალიან სერიოზული ფიგურები, რომლებიც ეკონომიკურ პოლიტიკაში არიან ჩართული საქართველოში, შევარდნაძის დროიდან არ იცვლებიან. მაგალითად, ნათია თურნავა თუნდაც სხვა პოზიციაზე იყო შევარდნაძის მთავრობაში, ვენდუკიძის მოადგილე იყო, ჩვენი ეკონომიკის მინისტრი იყო და ახლა ეროვნულ ბანკს მართავს.
და თუ დავაკვირდებით, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თავისი იდეოლოგიით არის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი პრივატიზება, მეტი დერეგულირება, ბიზნესის შემოყვანა და სახელმწიფოს მთავარი როლი არის რეალურად არა საკუთარი სუვერენულობის დაცვა, არამედ საბაზრო სუვერენულობის დაცვა. ბაზარზე მოსჭილება თავიდან ბოლომდე. და ზუსტადაც ეს არის ხოლმე ჩემი მთავარი კრიტიკის საგანი გამომდინარე იქიდან, რომ მე მუშაობ საქართველოში მშრომელ ხალხთან, დამოუკიდებელი პროფესიები მაქვს, უყურებ რა გაიმართა ჯანდაცვას, როგორი კრიზისი გამოვიარეთ და ეს კრიზისი არ სწორდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 1000 კვლევა გავაკეთეთ და წარუდგინეთ. აუცილებლად სამწუხაროდ ისევ იგივე მიმართულებით მიდის ეს ამბავი. სამწუხარო ის არის, რომ მიმდინარეობს ასე ვთქვათ პოლიტიკური დაპირისპირება, თუმცა ამ პოლიტიკური დაპირისპირებაში სამწუხაროდ შინაარსიანი დაპირისპირება არ არის. არავინ არ გვთავაზობს ერთმანეთთან ასე ვთქვათ მოპაექრე ქვეყნის განვითარების იდეებს. გესმით, ამაზე არის ჩემი წუხილი ხშირ შემთხვევაში. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით დღევანდელი პოლიტიკური პროცესებიც იმას აჩვენებს, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ამ უსამართლო სისტემის არქიტექტორები, სადაც ქვეყანაში ყველაფერი ზვირდება და მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ ვეღარ გაუდის იმ ზვირფასებს, რაც ხდება, ხარჯები ყოველთვის აღემატება ხელფასებს. იქიდან გამომდინარე ქვეყანაში არაფერი იწარმოება და ჩვენ თავიდან ბოლომდე იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანა. ამ პირობებში მიმდინარეობს ისევ პოლიტიკური დაპირისპირება და ამ უსამართლო სისტემის პოლიტიკური არქიტექტორები ჩვენ არიან ოპოზიციაში, რომლებიც ბევრად უფრო მეტად კიდე იდეოლოგები არიან ამ უსამართლო პოლიტიკური მოცემულობისა, ვიდრე ხელისუფლების. რაც შეეხება დღევანდელ კონიუნქტურას, ამ დაპირისპირებაში ცალსახად ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოპოზიცია არის, ასე ვთქვათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რადგან მათი პოპულარობა საკმაოდ მოიკოჭლებს, ჩვენ ნახეთ ეს ადგილობრივ არჩევნებზეც და ხალხის დიდი რაოდენობა ელოდება ჩემი აზრით, რომ ყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც საქართველოს მთავრობას ასე ვთქვათ რეალურ გამოწვევას დაუდებს და მიუთითებს იმ ყველა ჩავარდნაზე, როგორც მაგალითად ჭიათურაში უსამართლო პროცესები, ჯანდაცვის სფეროში და ასე შემდეგ და არ იქნება მხოლოდ ეგრეთ წოდებული აბსტრაქტული დროშებით სირბილი დროშების ანუ მარტივად რომ ვთქვათ აქცენტირება რეალურ პრობლემებზე ოპოზიციის მხრიდან, რაც იდეაში ოპოზიციის ვალია, ასე ვთქვათ, არ ხდება. იცით რა არის ბოდიში უბრალოდ დავამთავრებ რა არის იცით რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის მე მომეცი მე ძალა და ის ალტერნატივას არ მთავაზობს ხვალ მეორე დღეს რა ხდება. აქედან გამომდინარე ეს არის ტრაგედია, ძალიან სერიოზული ტრაგედია. და ჩვენ თუ გვინდა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გყავდეს, ეს უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ამავდროულად ოპოზიციის ძირითადი წამყვანი ძალები სამწუხაროდ არიან ის ძალები, რომლებიც წარმოადგენენ სააკაშვილის რეჟიმს და ამას ვერ გაიქცევიან. და სხვა პოლიტიკური ძალები, მაგალითად ლელო და გახარია, რომლებსაც სურდათ დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, მესამე ცენტრები შეექმნათ ნაციონალებისგან და ქართული ოცნებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ ისინი აყვნენ ნაციონალური მოძრაობის თამაშს და საბოლოო ჯამში ძალიან მძიმედ დაასრულეს. ეხლა ვნახეთ გახარია საერთოდ პარლამენტში შედის, ხო? ეს ამან გამოიწვია ის, რომ როდესაც სხვა არის ამ თამაშის წამყვანი ძალა, შენ თუ ამ თამაშს აყვები და შენზე ძლიერი აყალიბებს დღის წესრიგს, შენ ყოველთვის მოიქცევი მისი დღის წესრიგის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მათ შორის პროფესიონალურ რევოლუციონერ ლენინსაც აქვს ნათქვამი ძალიან კარგი გამოთქმა რევოლუციონერებისთვის რა, ხომ უნდა რევოლუცია. შენ თუ გინდა რევოლუციის მოწყობა, სხვის დღის წესრიგს კუდად არ უნდა გაზრდებდეო. აი ეს მოხდა სამწუხაროდ ჩვენთან. და სერიოზული კრიზისია და ხალხში რეალური სიმპათია ქართული ოცნების მიმართ არის მხოლოდ ორი რაღაცით გამო, ის რომ ნაციონალური მოძრაობა არ არიან ქართული ოცნება, ის რომ ქართული ოცნება განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან და მისი მხარდამჭერი ლიბერალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ კონფრონტაციაში შეყვანას ჩვენი ქვეყნისას. იქიდან გამომდინარე, რომ ნინო ლონჯარიას განცხადება იყო დამხუპველი საბოლოო ჯამში ოპოზიციის რა, რაც ქართულ ოცნებამ ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა, რომ ეს კვიების წვიმასა და რაკეტებთან დაკავშირებით. ხო, აქედან გამომდინარე, ომის რიტორიკაშიც მოუოცნებამ გამიგეთ ოპოზიციას და ეს არის რეალობა და ქართულ ოცნებას მათ რომ კონდეთ მართლა ქვეყნის განვითარების სურვილი ქართული ოცნების ჩანაცვლების გარდა სხვა სურვილი ან მართლა ქვეყნის განვითარება თუნდა ოპოზიციას
ისინი იმ საკითხებში გამოიწვევდნენ ხელისუფლებას და არ ეყვებოდნენ ნაციონალური მოძრაობის სიგიჟეს და იქნებოდა ახლა მეტნაკლებად დამოუკიდებელი და ჯანსაღი ოპოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციის ყველა პარტია თითქმის კონსერვატორების გარდა, რომელიც ახალი ძალა არის შედარებით და გირჩის გარდა, იაგო ხუციას გირჩის გარდა, დანარჩენი გაერთიანდნენ და მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ბაიდენის მთავრობის მიერ შექმნილ სახელმწიფო გადატრიალების ნეოკონსერვატიულ გეგმაში, რომელსაც ისინი აკეთებდნენ ხოლმე და საბოლოო ჯამში მათ თავი გაინადგურეს. ამ ყველაფერს კიდე წერტილი დაუსვა 4 ოქტომბრის ასე ვთქვათ, არც ისე გონივრულმა საქციელმა. ამ კონტექსტში საინტერესოა საქართველოს არჩევნები 3 წელი კიდე არ იქნება. შესაბამისად, ამ კონტექსტში საინტერესოა, რა ტიპის ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ევროკავშირთან, უკვე რომ გადავინაცვლოთ ევროკავშირთან ურთიერთობაზე, გინდა ეკონომიკური კუთხით, გინდა პოლიტიკური კუთხით, იქიდან გამომდინარე, რომ ასე ვთქვათ, ჯერჯერობით დათმობის პოზიციები თუნდაც იგივე კანონთან დაკავშირებით, მცირედ ნაწილობრივ აღიარებასთან დაკავშირებით, თუმცა აღიარების როგორც ასეთი საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში თვითონ ევროპაში, რადგან შეხვედრები როგორც ასეთი მაინც იმართება და ეს ბუნებრივი აღიარებას ნიშნავს. რა შეიძლება დაუშვათ ქართულმა ოცნებამ დათმოს კი არა ან შეცვალოს თავის დამოკიდებულებაში, ან რას უნდა მოველოდოთ ევროკავშირის მხრიდან თუ იქნება დათმობა, რადგან ასე ვთქვათ, მუდმივად დაპირისპირებულ სიტუაციაში შესაძლებელია დაკარგონ კავკასიაზე ის გავლენა, რაც შეიძლება გქონდათ მანამდე. იცით რა არის ეს ევროკავშირის პრეროგატივა არის უკვე იქიდან გამომდინარე ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი აღსრულებაში იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც ბევრად უფრო მკაცრი არის ვიდრე ქართული კანონები და რატომღაც რაც შეიძლება მათთვის, ის არ შეიძლება ჩვენთვის. ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით, იგივე ფარას კრიტიკასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ერთ ნაწილში არა კრიტიკა, მეორე კანონი, ბევრად უფრო მძიმე კანონი, მათ შორის მედია კიდევ უფრო მძიმდება ამ საშუალებების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, წყაროების დასაბუთების არასწორი წყაროების გავრცელების გამო, წყაროების დასაბუთების გარეშე პატიმრობაც კი არის, ხო, საფრანგეთში უკვე. აქედან გამომდინარე, მაინტერესებს რატო შეიძლება მათთვის და რატო არ შეიძლება ჩვენთვის. განსხვავებით ბევრი ევროკავშირის ქვეყნისგან ისინი ნატოს წევრებიც არიან, ჩვენ არაფერი არ გვიცავს და ჩვენ ვცდილობთ რამენერად ნავიგაცია გავუწიოთ ამ турბულენტურ მოცემულობას, რაც არის ჩვენს რეგიონში, ხო? და ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ევროკავშირის ელიტები არ არიან მზად შეეგვიონ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი 35 წლის მანძილზე, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მიჩვეულები იყვნენ იმას, რომ ყველაფერზე საქართველოს თავს უქნებდა. ქართულ ოცნებას უბრალოდ მოუწია სუვერენულობაზე აქცენტის გაკეთება, რომ ქვეყანა გადაერჩინა და მათ შორის თავიც გადაერჩინა. იმიტომ რომ ქართული ოცნება გაკურებული იყო, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც თქვენ გვეუბნებით, კარგი გოგოები და ბიჭები ვართ და რატომ ვიჯითო. მაგრამ ევროპის ელიტებს სამწუხაროდ გამჟდარი აქვთ იმპერიალიზმი თავიანთ ისტორიიდან გამომდინარე, საკუთრებით საფრანგეთს, ბრიტანეთს. მიჩვეულები არიან, რომ ჩვენელი პატარა ქვეყნები მარტივად შეიძლება მათ უნდა გამოდენონ თავიანთი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესები. აი, მაგ კონტექსტში ბატონებას მინდა კითხოთ, ხომ არ აქვს ევროპულ, ასე ვთქვათ, ელიტებს პრევენციის მომენტი საქართველოს მიმართებაში, იმიტომ რომ თუ ჩვენ, ასე ვთქვათ, ვერ მივახციეთ იმას, რომ გავაკეთებინეთ ის, რაც ჩვენ გვინდა ერთ საქართველოს, მერე შეიძლება უფრო ძლიერმა ეკონომიკურად ან ქვეყანა ჯარის მიხედვით ქვეყანამ, ასევე იგივე ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დაიწყოს წინააღმდეგობის გაწევა, ასე ვთქვათ, ცენტრალური გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ თუ საქართველოს შეძლო ჩვენ რა გახთაო პირობითად რო ითქვას, ასე ვთქვათ. და შესაბამისად ეს რაღაც ჯაჭვური რეაქცია არ წავიდეს. ეს აჩვენებს, რომ თვითონ ევროკავშირი საკმაოდ არადემოკრატიულია თუ ის აძალებს თავის პოლიტიკას, თავის წევრებს. აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდოდა ჩემი შემდეგი კითხვა. ამასთან ჩვენ წევრი არ ვართ ევროკავშირში და გვაქვს უფრო მეტი თავისუფლება. მაგალითად, უნგრეთი, რომელიც იმართება მემარჯვენე ევროსკეპტიკური მთავრობით და სლოვაკეთი, რომელიც იმართება მემარცხენე ევროსკეპტიკური მთავრობით, რაც გამომდინარეობს მათ მიერ იმ ბენეფიტების ვერ მიღებით ევროკავშირიდან, რასაც ისინი ელოდნენ და ხალხმა ისინი აირჩია გამომდინარე ევროსკეპტიკური განწყობებიდან, მატერიალური რეალობიდან, მათ ბევრად უფრო მეტად უჭირთ ამ მოცემულობაში ბრიუსელთან, ასე ვთქვათ, გამკლავება გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან ბევრად უფრო შეზღუდული თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური დღის წესრიგის წარმოებთან, ორივე ნატოს წევრებიც არიან. და ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ, როგორ ებრძვის მათ ევროკავშირი და ჩვენ ნახეთ რუმინეთში რაც მოხდა, როდესაც პირველ ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში
ყველაზე მეტი ხმა დააგროვა ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა ევროკავშირმა, რასაც ქვია გააუქმა და მხარი დაუჭირა არჩევნების გაუქმებას. მე ამ ადამიანს შეუზღუდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მე შეიძლება ამ ადამიანს საერთოდ არ ვერთახმებოდი, იმიტომ რომ მე არ ვარ მემარჯვენე. საკმაოდ პოპულისტური განცხადებებით გამოირჩეოდა. მაგრამ დემოკრატია ის მაგრამ ბუნებრივია მასაც უნდა ქონოდა უფლება. ხალხის ნება არის, მაგრამ ხალხის ნება არის თავარი ევროკავშირის თუ ბრიუსელის ნება, არარჩეული ბიუროკრატების მე უცხო ფონდაინი ხალხის მიერ არ არის არჩეული, ხო? უნდა შევადაროთ კიდე რომ ადგილობრივი ქვეყნები თავიანთ არჩევნებში რამხელა არის ამორჩევლის მონაწილეობა და რამხელა არის ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა. ევროპარლამენტს არ დაგვაუწყდეს რომ მხოლოდ სარეკომენდაციო არც ერთი გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში მინდა გითხოთ, აი ჩეხეთშიც გაიმარჯვა არა ასე ვთქვათ სტანდარტულმა პროევროპულმა პოლიტიკოსმა, არამედ ნაწილობრივ ითვლება რომ პოპულისტურად მოაზროვნე ბიზნესმენმა. გარდა ამისა გერმანიაში გერმანიის ბუნდესტაგისვე საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკრიტიკა კაია კალასი და ძალიან მკვეთრად გააკრიტიკა ტვიტერზე საერთოდ რატომ არისო ის ევროპის საგარეო ურთიერთობის ნაწილში ხელმძღვანელიო და ამ კუთხით მათ შორის იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის კრიტიკა და მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ პარტიების ან პოლიტიკოსების პოპულარიზაცია, რომლებიც ბრიუსელის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან, საკმაოდ მრავლად არის. მაგრამ აქ ასეთი კითხვა მექნება, შეუძლებელია ამას თავად ბრიუსელში ვერ იაზრებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ ასე ნელ-ნელა ყველგან წამგებიანი პოზიცია დგება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც არ არის აღფრთოვანებული, ასე ვთქვათ, ევროპული პროცესებით და ეს ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორია მათ შორის ქვეყნებში, იმ ბევრ ევროპულ ქვეყანაში, რადგან ამერიკის როლი და მნიშვნელობა და ასე ვთქვათ, მისი დამოკიდებულება ყოველთვის მაინც თამაშობს ბუნებრივია როლს. ამ კონტექსტში ვერ ხვდებიან თუ მაინც რაღაც თავის მიზანს იმედი აქვს, ასე ვთქვათ, რომ ის ფორმა მიდგომის, რაც მათ აქვთ, ბოლოს მაინც გაიმარჯვებს. ანუ რაში აქვს გასაღები, იმიტომ რომ შეუძლებელია ვერ ხედავდე, რომ თმობ რამდენიმე ქვეყანაში პოზიციას და ეს კარგი არ არის, ხო და საბოლოო ჯამში შეიძლება მიიღო ევროპა, სადაც მართლობაში ყველგან ევროსკეპტიკური პარტიებია. იცით რა არის? ჩვენ როდესაც ვუყურებთ ისტორიას, ჩვენ დავინახავთ მაგალითად, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები უკანონოდ შეიჭრა ერაყში, რასაც მერე მოყვა მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალება, დაღუპვა, მკვლელობა, როგორც გვინდა ეს დავარქვათ და შემდეგ აღმოჩნდა ერაყს არანაირი განადგურების იარაღი არ ჰქონდა. აი 2003 წელს ევროპას უფრო მეტი სუვერენობა გააჩნდა, როდესაც გერმანიას მართავდა მემარცხენე შროდერი და საფრანგეთს მართავდა მემარჯვენე შტიღაკი. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ მოხდა ევროპაში მთელი ელიტის დამორჩილება და დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსზე. იქიდან გამომდინარე, მე ვერ ხედავ, რომ ევროპა აანალიზებდეს და ის ელიტები აანალიზებდნენ, რომ დღევანდელ დღეს რეალობა არის სხვანაირი და ის რომ ამერიკაში სიტუაცია იცვლება და თავად ამერიკის შეერთებული შტატებიც აღარ არის ერთადერთი მსოფლიოს წამყვანი ძალა და ჰეგემონი. მე ვფიქრობ, რომ ევროპელები და ევროპის ელიტები ამას ვერ ხვდებიან, რადგან ამას რომ ხვდებოდნენ, დღევანდელ დღეს თვითონ თავიანთ ქვეყნებში შეცვლიდნენ თავად პოლიტიკას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხედავთ საფრანგეთში როგორ იზრდება ევროსკეპტიკოსი პარტია ლეპენის სახით და ჩვენ ხედავთ როგორ იზრდება ევროსკეპტიკოსი პარტია AfD-ის სახით გერმანიაში, თუმცა გერმანიაში სარავაგენტეხის პარტიაც არის, რომელსაც 0.0% დააკლდა ბუნდესტაგში შესაძლებლად, რაც შეუძლებელს გახდიდა სოციალ-დემოკრატების და ქრისტიან-დემოკრატების მერცის კოალიციის შექმნას. ეს რომ მოხდარიყო და ამაზე ვაგებთ მასას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე უბრალოდ მგონია, რომ ევროპელი ელიტები მოწყვეტილები არიან მსოფლიოში მიმდინარე რეალობას და ვერ წარმოუდგენიათ, რომ მათ მოუწევთ თავიანთი პრივილეგიების დაკარგვა. ამ კონტექსტში საინტერესოა ერთი დეტალი. ევროპაში და ამერიკაში შეიმუშავეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როსნეფტთან მათ შორის დაკავშირებით, რუსულ ნავთობთან დაკავშირებით, თუმცა აქ არის ორი დეტალი. პირველი ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში თან ხვდებიან, რომ უარი თქვან რუსულ ენერგომატარებლებზე, ამაზე ბოლომდე უარი 2028 წლამდე გამოირიცხა. ანუ მინიმუმ კიდევ 3 წელი ევროპული ფული წავა რუსეთში.
მეორე მერცი სანქციების მიღებიდან ამერიკის მხრიდან მეორე დღესვე გამოვიდა და თქვა რომ შვილობილი როსნეფტის შვილობილი კომპანიებისთვის დავუშვათო გამონაკლისი, იმიტომ რომ გერმანიამ უნდა იყიდოს მისგანო ნავთობი, მაგრამ მე შვილობილები ისევ ფულის რუსეთში გაგზავნას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ხო? ჩარიცხვას. ამას დაემატა ის იდეა, რომ ევროპაში გაყინული აქტივების გადაცემა მომხდარიყო უკრაინაზე, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ძალიან პროუკრაინული და უკრაინის დახმარების მომხრე ძალიან ბევრი ქვეყანა უცებ წინააღმდეგობაში მოვიდა, რომ ეს ევროპულ ფინანსურ ზოგადად ინსტიტუციებს და სანდოობას და ასე შემდეგ დაანგრევს. ამ ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეხმარებიან უკრაინას, მაგრამ მეორეს მხრივ გამოდის, რომ ეხმარებიან რუსეთსაც ფინანსურად და BBC-ს ბოლო კვლევას, რომელსაც ყოველ წელიწადს აკეთებს BBC თუ გადაამოწმებთ, ნახავთ, რომ 2022 წლიდან 25 წლის ჩათვლით ტრილიონამდე ევრო აქ დახარჯული ევროპას რუსულ ენერგომატარებლებზე და სხვადასხვა რუსულ პროდუქციაზე, როდესაც 350 მილიარდი აქ დაახლოებით დახარჯული უკრაინის გაძლიერებაზე. ანუ სამჯერ მეტია რუსეთში ჩარცხვა. ამ ვითარებაში რისი მოლოდინი შეიძლება იყოს მსოფლიოში, როდესაც ერთის მხრივ ეხმარები ქვეყანას, მაგრამ მეორეს მხრივ ეხმარები თუ გინდა არ გინდა, ასე ვთქვათ, ისეთ რთულ სიტუაციაში მაინც ამ მოწინააღმდეგე ოკუპანტ ქვეყანას. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გამოვიდეს ბოლოს? ის რაც მათთვის შეიძლება, ჩვენთვის არ შეიძლება. იგივე ორმაგ სტანდარტის დიახ. ორმაგი სტანდარტი არის, ანუ გერმანიისთვის გამონაკლისს უნდა დავუშვათ და გერმანიის ელჩი როგორ უხეშად ერეოდა ჩვენთან და როგორი ისტერიკა იყო საქართველოში, თუმცა ჩინეთისთან ურთიერთობა ჩვენი არ შეიძლება და თურმე აღმოჩნდა, რომ გერმანიის თავი საავადმყოფო ამერიკის მაგივრად ჩინეთი გახდა თვითონ ამ ყველაფერს მიუთითებს, რაც მათთან შეიძლება, ის ჩვენთან არ შეიძლება. იგივე იყო ამ კანონთან მიმართებით. სხვათა შორის აქვე დავამატებ, რომ უნგრეთმა როდესაც თქვა სანქციებს თავი ავარიდო თუ ევროპულ მედიაში უნგრეთს აკრიტიკებდნენ, თუმცა მერცმა რო ეს განცხადება გააკეთა, შემდეგ უნგრეთის კრიტიკაც შეწყდა და უკვე აღარ გაუკრიტიკებიათ. თუ ჩვენიანი ხარ ჩვენიანი, თუ არ ხარ ჩვენიანი, არასოდეს გახდები ჩვენიანი. და ბოლოს ბატონებას უნდა, დიახ, მესმის, უნდა დავამთავროთ, ამიტომ ისევ საქართველოს დაუბრუნდეთ. ასეთი დამოკიდებულება რთული პოლიტიკური ურთიერთობის ევროკავშირთან ქმნის თუ არა საფრთხეს ზოგადად თქვენი აზრით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილში თქვენ ახსენეთ რომ ასე ვთქვათ სოციალური გადაანაწილება არასამართლიანია ზოგადად მოსახლეობაზე თუმცა მეორე მხრივ სხვადასხვა მონაცემებით მაკროეკონომიკურ ნაწილში საქართველოს ეკონომიკა ყოველ წელს იზრდება ამ შემთხვევაში არის კი მოსალოდნელი რომ ეს ეკონომიკის ზრდა საბოლოოდ სოციალურად ასე ვთქვათ გარდაისახოს და მინიმალურად მაინც აისახოს სრულად მოსახლეობის ვთქვათ ჯიბეზე და ამ კუთხით უნდა გააგრძელოს ხელისუფლება მუშაობა თუ სხვა ეკონომიკურ პარტნიორებთან არაევროპულთან კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ურთიერთობა გულისხმობ ძირითადად არაბულ და ჩინურ მხარეს It არის ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში არ გამოიხატება ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობაში. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ევროკავშირში თავარ ექსპორტად გზავნით იაპონურ ხელს, რომლებიც იქ საქმიან ისეთ სამსახურებში, რომლებზეც თვითონ ევროპელები აღარ საქმებენ. მაგალითად, ეგთან მივიდიან ჩვენგან, იმიტომ რომ ჩვენთან ეს საშინელი პირობები და ძალიან დაბალი თვალსაზრისით 700-დან 1500 ევრომდან საქმდებიან მაგალითად იტალიაში მომგლებად, ხო? ეს არის ჩვენი თავარი ექსპორტი ევროკავშირში, რაც ოფიციალურად არ არის ასახული არც ერთ სტატისტიკურ მონაცემში. რაც ესაა მაკროეკონომიკურ ეკონომიკის ზრდას შეიძლება მთლიანი ფულის ტრიალი იზრდებოდეს, თუმცა ამ ფულის დიდი ნაწილი ქვეყანაში არ რჩებოდეს ინვესტიციების სახით, უფრო მეტი გადიოდეს ქვეყნიდან და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენში შეგვეყოლება ღირსეული შრომის ადგილებიანი შრომელები, რომელთა, ასე ვთქვათ, პროფესიონალიზმი გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურების ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას. ეკონომიკას აქვს სამი სახე, ეს არის პირველადი ეკონომიკა, რაც არის წარმოებითი ეკონომიკა, მეორე არის სადისტრიბუციო და მესამე არის მომსახურებითი. ჩვენთან ინვესტიციების უმეტესობა შემოდის მესამეში, ეს არის წარმოებითი ეკონომიკა. უფრო სწორედ მომსახურების ეკონომიკა. და მეორე ვარიანტი არის ჩინელებიდან გამომდინარე, რომ 15 წამი გაგვჭირდა ბატონებას და დაასრულეთ გამშვიდობოთ. მაგრამ სამწუხაროდ ეს არის კარგით. ძალიან დიდი მადლობა ბატონებას საინტერესო საუბრისთვის. სხვა დროს აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს დაგემშვიდობებით. რაკურსი ევროპისკენ ამ დროისთვის დასრულებულია. მე უკვე 6 საათზე საინფორმაციოში დაგიბრუნდებით.